მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. მოკლედ, წვიმა მოვიდა გუშინ თბილისში და კვლავ პრობლემები შექმნა. ალბათ ნახეთ ეს კადრები, სადაც არის აქტობრივად შეუძლებელი იყო გავლა და მანქანები ამის ჩაძირული იყო. 1 საათი წვიმდა სულ თბილისში, მართალია მართლაც უხვინალეკი მოვიდა, თუმცა სულ დაახლოებით რაღაც 1 საათის განმავლობაში, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, რომ ასე დიდი პრობლემები შეექმნა. კახა კალაძე ტრადიციულ განცხადებას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით, როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულო დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც თქვა. მან თბილისში მოსულ უხნალეკზე ისაუბრა და განმარტა, რომ მერია გზების რეაბილიტაციის დროს პირველ რიგში სანიაღურე სისტემებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს. ამასთან კალაძეს თქვით, ზოგი ადამიანი ყოველ ძლიერ წვიმას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებსო. ოპოზიციას გულისხმობდა. ბუნებრივია, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ასეთი განცხადება, რომ 21 ივლისს 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის ფარგლებში თვის ნორმაზე 1.5 ჯერ, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5 ჯერ მეტი ნალექის რაოდენობა მოვიდაო. ხო, გარემოს ეროვნულ სააგენტომ ამბობს, 7-8 საათი წვიმდაო, მაგრამ ის როდესაც პრობლემები შეიქმნა, დაახლოებით 1 საათი იყო ის ძლიერი წვიმა. მერე შეიძლება იყო კიდე რაღაცეები, მაგრამ ხო, ყველა ნახეთ, რომ ძალიან მოკლე დროში მოვიდა დიდი ნალექი და მოხდა ეს, ასე ვთქვათ, წყალდიდობა თბილისში, რასაც ახლა კადრებში ხედავთ. გიორგი სერიძე იქნება ჩვენი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს წევრი, მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. და პირველ რიგში მაინტერესებს ეს მართლა არის, ასე ვთქვათ, რაღაც განსაკუთრებული მოვლენა თბილისისთვის, თუ როგორც კალაძე ამბობს, ყველაზე გამართულ ქალაქშიც კი შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, თუ დიდი ნალექი მოვა მოკლე დროში. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენი ეთერით მივესალმები სინდისის პატიმრებს. რაც შეეხება კალაძის ნათქვამს, არ ვიცი, ჩვენ ხო ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენ ხო გვახსოვს სხვა დროსაც უხვინალეკი, გვახსოვს წვიმები. ესეთი რაღაცა, გახსოვთ მე რა ბეხა. მე არ ვსაუბრობ 13 ივნისზე, ხო? კი, ყოფილა უფრო უხვინალეკიც. მით უმეტეს, როდესაც ძველი კომუნიკაციები იყო გზებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მაგრამ ასეთი რაღაცეები არ ხდებოდა ხოლმე. საკმარისია ყოველ წვიმაზე მოვიდეს ცოტა. ანუ ეხლა გაუარესებულია ამას. არა, რა ვიცი, მე ესეთი დაკვირვება მაქვს, იმიტომ რომ ერთი საკითხი არის, როდესაც მდინარე ადიდდება და წყალდიდობას იწვევს, ეს სხვა რამ არის. იყო 13 ივნისი, ვერ შემთხვევა, აქ მტკვარი გვაქვს, მტკვარიც შეიძლება ადიდდეს, მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც მდინარის სანაპირო არის ძალიან შორს, ჩვენ ხედავთ ჩვეულებრივ წყალდიდობებს. დიდდიღომში, ვაკეში, საბურთალოზე, გლდანში. მაშინ, როდესაც ათეულობით მილიონი იხარჯება ამ გზების რეაბილიტაციაზე, მხოლოდ რაღაცა გარეგნულ იერზე ზრუნავენ თითქოს საგზაო მოძრაობის მოწესრიგებაზე, რამდენი თვე იყო ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი, რამდენი თვე იყო გადაკეტილი წერეთლის გამზირი თბილისში. ნებისმიერი ამაზე ბევრად უფრო პატარა წვიმაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ვერ გაიარო უბრალოდ ჭავჭავაძის გამზირზე, ვერ გაიარო წერეთელზე, ვერ გაიარო ახალ რეაბილიტირებულ გამზირებს თვლი. სხვა ქუჩებს არ ვამბობ, ხო? იტბორება ფაქტობრივად ქალაქი, დიდი დიღომი, ცოტა ხნის წინაც 1-2 კვირის წინ, 3 კვირის წინ, როდესაც იყო ეს წვიმა, იყო პრაქტიკულად, ვენეციას ეძახის ხალხი, უკვე ისეთი მდგომარეობა არის. რატომ? იმიტომ რომ ის სადრენაჟე სისტემები, წვიმის კოლექტორები ფაქტია და ამაზე საუბრობენ ჩვენი კოლეგებიც, ოპოზიციონერი კოლეგები, ნიკა ჩერქეზიშვილი, ჩემი კოლეგა ვატო სურგულაძე, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან, რომ არ არის სათანადო, ანუ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ხო? ის ჭებიდან პირიქით ასხამს წყალი ზემოთ გეიზერივით. და რა თქმა უნდა, წვიმა ყველგან მოდის. ბუნება არავის არ იკითხება თუ როგორი გამოვლინებით შეიძლება თავს დაგვატყდეს, ხო? კახეთის სტიქია გვახსოვს ცოტა ხნის წინანდელი, მაგრამ როდესაც შენ
წინასწარ შეგიძლია რაღაცა განჭვრიტო და მსგავსი შემთხვევებისთვის მოემზადო. მით უმეტეს, როდესაც ხარჯავ ამდენ ფულს, ხო? ეს ხომ ელემენტარული რამ არის სადრენაჟე სისტემის, სანიაღვრე სისტემების და წყლის კოლექტორების შესაბამისად დამონტაჟება და მომზადება. ფაქტია, რომ მტკვარი ხო არის მთავარი სანიაღვრე, ბუნებრივი სანიაღვრე ამ ქალაქის. მტკვარი არ გადმოსულა მე მგონი ნაპირებიდან პირიქით. მტკვრის სანაპიროზე მიღმა და მიმდებარე ტერიტორიები იყო მთლიანად დატბორილი, ხო, მანქანები საერთოდ ვეღარ გადის. ეს რისი ბრალია? სწორედ იმის რომ ხელისუფლებას თქვა რომ წინა წლების განმავლობაში სანამ გაგხვდებოდი მე გზებს ზედაპირულად აგებდნოდო ჩვენ ყველა გზასო კაპიტალურად ვაკეთებთო და ახალ გზებზე ვაწესრიგებთ ამ სანიაღვრე სისტემას. ახალი გზა არ არის ჭავჭავაძის გამზირი, ახალი გზა არ არის წერეთლის გამზირი, რავი საერთოდ ახალი უბანი არის დიდი დიღომი. იმის ბრალია რომ ამ ქალაქში მოაწყვეს ურბანული გენოციდი. და ურბანული გენოციდი მოაწყვეს იმიტომ რომ თითოეული იმ შენებლობის ნებართვიდან, ტენდერებიდან, ყველაფრიდან მიაქვთ ფული. ყველგან არის კორუფციული ინტერესი. თბილისში გამომდინარე იქიდან რომ მთელ ქვეყანაში ყველაზე მეტი ეკონომიკური ინტერესი და სივრცე არის ამ ქალაქში, შენებლობის ნებართვების თვალსაზრისით, ხო, 1,5 მილიონი ქალაქი არის. 1 მილიარდი ბიუჯეტით არის, ხო? ეს გზების რეაბილიტაცია იქნება თუ სამშენებლო ნებართვა იქნება თუ სკვერების მოწყობა, ცხადდება ტენდერები, ყველგან არის ინტერესები იმ ადამიანების, რომლებიც არიან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულები, ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად, ზოგი ოჯახით, სისხლით, ნათლი მირონით. რას გავს ეს თბილისის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არის მთელ სახელმწიფო აპარატში, ყველა სახელმწიფო უწყებას შორის ყველაზე კორუმპირებული უწყება. მისი ხელმძღვანელის კახა კალაძის თამადობით. ხო, ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხომ ეს ვნახეთ. ზოგიერთი შემთხვევა, აგერ პირდაპირ ივანიშვილის პროკურატურის მიერვე არის წაღებული და ვნახეთ, ხო, სხვადასხვა გამგეობის თანამშრომლები. ამ შემთხვევაში მე ჩემ თავზე ვაგებ პასუხს, ხო? ხო, ანუ ეს არის ყველაზე უპასუხისმგებლო სიტყვები, რაც შეიძლება ნებისმიერმა სახელმწიფო მოხელემ თქვას და მით უმეტეს პოლიტიკოსმა თქვას. მე ჩემ თავზე ვაგებ პასუხსო, ანუ გამოდის რომ არაფერზე აგებს პასუხს, იმიტომ რომ შენ როდესაც ამხელა ქალაქს მართავ, შენს დაქვემდებარებაში მყოფი პირები, როდესაც ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, როდესაც ბრალდებულები არიან, მხილებულები არიან და პასუხისგებაში მიცემულები არიან კორუფციული დანაშაულისთვის, ხო? როდესაც ბაგაბაღების და ბავშთა კვებიდან არის მილიონობით ფული მოპარული, ხო, სხვადასხვა კორუფციული სქემით. როდესაც ასეთი ტენდერები არის, არც გარემოზე ზეგავლენა აინტერესებთ 65 და 70 სართულიან შენობებს აშენებენ იმ ადგილებში, სადაც შეიძლება და მწვანე სივრცეები ყოფილიყო და ეს ქალაქი ამას ვეღარ უძლებს, ხო? თავის დროზე დაგეგმარება მისი როგორიც იყო, ეს ჯერეთი არც ამ რაოდენობის ხალხზე იყო გათვლილი, ხო? და არც ამ რაოდენობის მოძრაობაზე. ჩააბეტონეს ქალაქი, მიწას ვეღარ ნახავ რეალურად, ხო? სკვერებსაც კი ბეტონზე აშენებენ. ხშირ შემთხვევაში ბევრი მინახავს ასეთი. ხო და ამუხნალებს ვეღარ იწოვს ეს მიწა, აღარა აქვს მიწამდე მისასვლელი. რეალურად, ამიტომაც გროვდება, ამის დამცავს ვერც საკმარის კოლექტორებს აკეთებენ, ვერც საკმარის სანიაღვრეებს აკეთებენ და ისე გამოდის, რომ ეს ქალაქი გადაიქცა ბეტონის ჯუნგლებად, რომლისთვისაც ის გათვლილი არ იყო. თუ ქალაქის განვითარება გინდა, ის უნდა განავითარო ვერტიკალურად, ხო? სხვაგან უნდა განევითარებინათ, გარშემო უნდა განევითარებინათ და არა ის, რომ ცენტრალურ უბნებში და მომიჯნავე უბნებში აეშენებინათ 70 და 65 სართულიანი კორპუსები ერთმანეთის გვერდით, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ქალაქის იერსახე მთლიანად არის დამახინჯებული. მხოლოდ და მხოლოდ არიან იმაზე ორიენტირებულები, რომ დეველოპმენტში ვიღაცამ წილი მისცეს, სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელს, თანამშრომელს, ასე გასუქდნენ, ასე გაგსუვდნენ და ის თუ როგორ ქალაქში და როგორ გარემოში იცხოვრებენ ჩვენი შვილები, ეს მათ საერთოდ არ ადარდებთ. ეხლა ანალოგიური შემთხვევა იყო და უნდა გავავლო კიდეც პარალელი თელავშიც. იქ სხვა მასშტაბია მესმის, მაგრამ ის მდინარე საერთოდაც არ მოდის, ის თელავის ხევი. დროებითი მდინარე არის, პერიოდული მდინარე არის. და იცის ხოლმე წყალმოვარდნები, მაგრამ როდესაც შენ არ აკეთებ შესაბამის პრევენციას, ხო, არ გეგმავ ისე ღონისძიებებს, რაც შენს ხელთ არის.
არ წმედ იმ დამბებს, რომელიც იქ იყო გაკეთებული, ხო? დინარის პირში ბეტონს რო ჩაასხამ, კალაპოტს რო დაუვიწროვებ და იქ ააშენებ ძალიან საეჭვო შენობა ნაგებობებს, რომლებზეც თვითონ კობახიძე იძახის, რომ აქ დარღვევით იქნაო ეს გაცემულიო, ნებართვებიო და საერთოდაც გენერალური გეგმა არ აქვს განაშენიანების თელავს. მესამე საკრებულოა, მესამე მოწვევის საკრებულო მსჯელობს ამ ხელა ქალაქის, საქართველოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის გენერალურ გეგმაზე. რატომ? იმიტომ რომ იქაც კორუფციული ინტერესები არის, ყოველთვის კომერციულთან გადაჭრილი. გააკეთეს გენერალური გეგმა, მაგრამ მე ყოველ საკრებულოს ხმაზე ცვლიან ხოლმე რაღაცებს და ეს გენერალური გეგმაც იმისთვის გამოვიდა ფიქცია საბოლოოდ. ხო, იმისთვის, რათა ქართული ოცნების დეპუტატებმა, შემომწირველებმა, მსხვილ ბიზნესში ვინც არიან, ატრიალონ ციკლში ისევ გადასახადების გადამხდელებისგან ამოღებული ბიუჯეტის ფული ტენდერების გზით და ქვეყანა ჩაფლონ სისტემურ კორუფციაში. ეხლა სისტემური კორუფცია რო იყო ფაქტებით ადასტურებს თვითონ ქართული ოცნება. არ უყვართ მათ ამ სიტყვების თქმა, იმიტომ რომ იდეაში პასუხისმგებლობა ხო მათია. ვისი პრემიერ-მინისტრი იყო ღარიბაშვილი? ამდენი წლით რომ გაუშვეს პატიმრობაში სწორედ ფულის მოპარვის გამო და კორუფციაში არის ის ფხილებული. ხო, თუმცა კალადაზე ბევრს ლაპარაკობთ ოპოზიცია თქვენს და ყველას, მაგრამ როგორც ჩანს კონკრეტული ფაქტები მის წინააღმდეგ არ არის. ეს ის ჩანს? მე არ ვიცი, არის თუ არა კონკრეტულად ხო, არ ვიცი, ყველა რამე ასე თქვა. ხო, აგერ ღარიბაშვილის ციხეში აღმოჩნდა როგორც ხედავთ, თავდაცვის მინისტრის ციხეში აღმოჩნდა, უშიშროების უფროსის ციხეში, მაგრამ კალადზე გარეთ არის. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისაო. ყველაფერს თავის დრო აქვს ცისქვეშეთში, ბატონო მერაბ. არც ღარიბაშვილზე ჩანდა, სანამ მასზე არ გამოგვიცხადებდნენ ბრიფინგით, რომ თურმე ის მის სახლში ჯერ ჩხრეკა იყო, შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და შემდეგ პატიმრობაშიც გაუშვეს, ისევე როგორც ლილუაშვილი, ფარცხალაძე საერთოდ ამდენი წელი წასული იყო და მე მახსოვს ის ოფიციალურად თანამდებობაზე არც იმყოფებოდა უკვე წლების მანძილზე და იქ კოვიდის დროს ატყდა პირველი ამბავი, ხო, ეგრეთ წოდებული ნარუშილოვკის რომ დაქროდა თავისი მანქანით კომენდანტის საათის დროს, მაგრამ ოდესაც ივანიშვილი შემოსწრება ვინმეს საკუთარ კარზე, მაშინ დადგება მისი დრო და საათი, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველას დრო და ყველა საათი მოვა, როდესაც რეჟიმი შეიცვლება, როდესაც ამ ქვეყანაში გვექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, ყველას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისაც ის სამართლებრივად აქვს პასუხი საგები და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელსაც ასე გაურბის კალაძე და ქართული ოცნების სტილია ეს, რომ პასუხისმგებლობა არაფერზე არ იყოს პოლიტიკური, ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მათ, როგორც ვთქვათ, დააკისრებთ ქართული ხალხი. ხო, ნუ ამისთვის გზელი გაქვთ ოპოზიციას გასავლელი, ხო? ეს გზა ოპოზიციის გასავლელი არ არის მხოლოდ, ეს არის ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ქართველმა ხალხმა, იმიტომ რომ ოპოზიცია ოპოზიციის თავისთვის არ აკეთებს ამას. ეს სჭირდება ქართულ საზოგადოებას, ამ ქვეყნის მომავალი ეკუთვნის ქართულ ხალხს, ჩვენს ახალგაზრდა თაობას მათ შორის და მე მგონი ეს არის ჩვენი ყველას გასაკეთებელი რამ ამ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს პარტიებს და ჩვენ გრძნობთ, ოღონდ თავარი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ძალის ირწმუნოს და ის ბრაზი და უკმაყოფილება, რომელიც აქვს რეჟიმის წინააღმდეგ, მიმართოს კონსოლიდირებულად, სწორად არჩევნების დღეს, როდესაც ის იქნება რეჟიმის შესასვლელად, რათა დამთრგუნველი წამლეკავი უმრავლესობით დავამარცხოთ ქართული ოცნება. ხო, ნუ ეს კიდე სხვა გადაცემის თემა ალბათ რამდენად შესაძლებელია. არა, დიდი გზა გაქვთ რომ თქვით, იმიტომ ვთქვი რომ ეს გზა არის ყველას ერთად გასავლელი. როგორც თქვენ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს, როგორც მე გიორგის იორჯის პოლიტიკოს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ახლა გვიყურებს და გვისმენს, ეს გზა გასავლელი გვაქვს ერთად. კი ბატონო, უბრალოდ თბილისის თემებზე რადგან საუბრობთ, რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, თქვენი პარტია არის ხო საკრებულოში, თქვენ წავნიშნეთ ორი კაცი ადამიანით ხართ წარმოდგენილი და იქ რამდენად შესაძლებელია ასეთ პრობლემებზე ის მოგვარებაზე მსჯელობა რეალურად, ანუ საკრებულოში და რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ რაღაც შესთავაზოს ხელისუფლებას, როგორ უნდა მოგვარდეს, თუნდაც ეს პრობლემა და ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინოს. ხო, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, რა თქმა უნდა, ოპოზიციას საერთოდ წარმომადგენლობით ორგანოში ნებისმიერში და ყოველ შემთხვევაში ისეთ
იმაზე უკეთეს ქვეყნებშიც კი ვიდრე დღევანდელი საქართველოა სამწუხაროდ. ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის პირდაპირ ბერკეტები არ აქვს, ხო, როდესაც ის უმცირესობაშია. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ოპოზიციის ყოფნას, ხო, ნებისმიერი ოპოზიციის, ახლა ხელისუფლებას თავისი ინიციატივები აქვს ხოლმე ნორმალურ ქვეყნებშიც და იმას იღებს თავისივე უმრავლესობით, მაგრამ ოპოზიციის დანიშნულება და მისი საქმიანობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისაუბროს პრობლემებზე, ამხილოს და ქართული ოცნებაც ხშირად სხვათა შორის რეაგირებს იმაზე, იმ თემებზე, რომელიც წამოიწევა ხოლმე ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ საზოგადოება წევს ამაზე საკმარის ტემპერატურას, ხო? ეხლა ნიკა ჩერქეზიშვილი ვახსენეთ, ვატო სურგულაძე ვახსენეთ, ხო? გუშინ ღამიდან მოყოლებული მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა წერტილას ყველაზე მწვავე პრობლემები სადაც იდგა ამ უხვინ ალექის გამო, იქ იმყოფებოდნენ, დღესაც ქუჩაში არიან და სხვა პრობლემებიც ახლა გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და აი ამ პრობლემებისა მილიონი გამოწვევა არის ამ ქალაქში, ხო? ახლა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 14 სკოლა გვაქვს დედაქალაქში, საჯარო სკოლა, რომელსაც არ აქვს საკუთარი შენობა. და აწვალებენ ადამიანებს, აწვალებენ მშობლებს, ბავშვები მესამე ცვლაში სწავლობენ, 35 წუთიანი გაკვეთილები აქვს. ამაზე თუ არავინ არ ისაუბრებს, ამასთან წვდომა და შეხება თუ არ ექნება, ხო და შესაბამისად არ გამოიწვევს შესაბამის ადეკვატურ რეზონანსს, ხო, ქართული ოცნება ძალიან კარგად შეიტკბობს სულ ყველაფერს. რა თქმა უნდა, როდესაც ხალხის ხმა უფრო ხმამაღლა ისმის და ამაში არის ჩვენი დანიშნულებაც, ხო, ბუნებრივია, რომ საზოგადოებასთან ვისაუბროთ, მათ გვერდში დაუდგეთ და რაღაცა ორგანიზებული სახე მივცეთ ხოლმე ამ ყველაფერს. მერე უწევთ ხოლმე ყურის შებერტყვა და თუ არ უწევთ, მერე შესაბამის ფასსაც იხდიან ხოლმე, ხო? და კარგად იციან ქართულ ოცნებაში, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება თქვან ოფიციალურად და საჯაროდ, რომ ხალხის ძალა არის ის, რისაც ყველაზე მეტად უნდა აღიშვინოდეს ნებისმიერ ხელისუფალს. ოპოზიციას როგორ წარმოუდგენი ამ პრობლემის მოგვარება? თუნდაც აი ესეთი თქვათ წყალმოვარდნების თბილისში, რომ ანუ ყოველ გაწევებაზე ასეთი, ასე ვთქვათ, ძალიან წყალდიდობა არ ხდებოდეს თბილისში. უხეში სქემით რომ ვთქვათ, ხო, სქემატურად რომ წარმოვადგინოთ, ხო? კორუფცია არ უნდა იყოს. იმიტომ რომ კორუფცია, როდესაც არის ფაქტორი, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არ არის ხარისხი, იქ არ არის ზედამხედველობა, იქ არ არის კვალიფიკაცია და არ არის შესაბამისი კომპეტენცია. გვახსოვს ჩვენ, ხო, ეგ სახუმაროდ იყო გუტენტრაკენის სტანდარტით რომ აშენებდნენ ხოლმე და დიდი ის იყო გავრცელებული ერთი მხრივ სასაცილო, მაგრამ სინამდვილეში სატირალი ამბები, როგორ ხორციელდება პროექტები, ხო, ვის აძლევენ სხვადასხვა საკითხზე, ახლა გინდა ვაკის პარკის რეაბილიტაცია ავიღოთ და ის ტრაგიკული შემთხვევა რო მოხდა, გნებავთ ავარიული სახლები იყოს თუ ტენდერებით, რა თქმა უნდა, კორუფცია, იმიტომ რომ ამიტომ რომ ყველაფერი უხარისხოთ გეთდება. ყველაფერი უხარისხოთ, ანუ ეს განვმარტოთ მაშინ რას ნიშნავს, ხო? როდესაც არის კორუფციული ინტერესი, როდესაც ტენდერს აგებ კონკრეტულ პირზე, იმიტომ რომ იმისგან გაქვს ინტერესი. შენთვის ხარისხი და კომპეტენცია უკვე აღარ არის პრიორიტეტი, ხო? და როგორი ხარისხითაც აკეთებენ ბევრ ამას, ხო? ზოგიერთი რამ შეიძლება ჩვენ მოგვეწონოს, ხო? ვიზუალურადაც შეიძლება მოგვეწონოს. მაგრამ ძირითადად რაც ხდება, ხან ტრაგედიას იწვევს, ხან დატბორვას იწვევს, ხან ავარიული სახლი ინგრევა, ხან ადამიანებს სკოლაში ბავშვებისთვის არ აქვს შესაბამისი განათლების მიცემის შესაძლებლობა, საჯარო სკოლებზე ვსაუბრობ. აი ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ ქართულ ოცნებაში არ აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა. როდესაც შენთვის პრიორიტეტი არის ფული, როდესაც შენი მატერიალური ინტერესი, ნეპოტიზმი, როდესაც არის საჯარო სტრუქტურებში და როდესაც მატერიალურ ეკონომიკურ საკითხებზე გაქვს კორუფციული ინტერესები, ამ შემთხვევაში ბუნებრივია არ არსებობს არც ერთიანი ხედვა, არც დიდი სურათის განჭვრეტის შესაძლებლობა და არც მომავლის და პერსპექტივის დასახვის რესურსი. შესაბამისად, როდესაც პრობლემაზე ვსაუბრობთ, ოპოზიციის მხრიდან თუ არის ხოლმე ინიციატივა, იმას ავტომატურად ბლოკავენ, რომ
ქულები არ დაიწეროს ვინმემ და თავად დაიწერონ ქულები და ამას ყველაფერს აქვს საბალალო შედეგები. ჩემამდე არ გაკეთებულაო არაფერი ამ მართლებით, თუმცა ვარაუდოდ გულისხმობს წინ ხელისუფლებას და ასევე ქართული ოცნების პერიოდსაც, როცა ნარმანია იყო მერი, მაგრამ თვითონ ხა 10 წელია მერია ხო უკვე და ხო მარტივი კითხვა არის, ხო ხა 10 წელი დრო ხარ, მოგეგვარებინე ეს პრობლემა, ხო ყოველ წელიწადს რო არის. მაგრამ ნუ მას აქვს ეს განმარტება, რომ ეს ხა კომპლექსში კეთდება, ასე ვთქვათ, გზის დაგებები, რეაბილიტაცია და მასთან ერთად, მაგრამ ნუ ალბათ პრიორიტეტი ხომ განსაზღვრა ხარ რა არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი და აუცილებელი არ არის ყველგან კაპიტალურად გააკეთო გზა, ხო? ის ან თვითონ თქვა წინა ჯერზე, რომ ამოვსებულია, გატენილია, ზოგი დაძველებულია და ასე შემდეგ და მე ამას გეკითხებით, ამიტომ რა თქვენ რო ყოფილიყავით ესე უცებ გააკეთებდით, რასაც კალაძე ამბობს შეუძლებელი იყო. თქვა თუნდაც 10 წელიწადში ამ პრობლემის მოგვარება. ხო, ჯერეთი კალაძე უკვე არის მესამე ვადაზე წასული მერობის და არ ვიცი, მე მგონი ქართული ოცნების პირობებში ნარმანიას პერიოდიც უნდა იყოს პასუხისმგებელი. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? საპარკინგის სივრცეები ამ ქალაქში. ჯერ გააგდეს სიტი პარკი და სიტი პარკი გვახსოვს ხო, როგორ რეპუტაციითაც სარგებლობდა ამ ქვეყანაში. ამის გამო ისევ ჩვენ გადაგვახდებინეს ჯარიმა, მაგრამ შემოიყვანეს თბილისი პარკინგი, რომელიც იმავეს აკეთებს. და კიდევ უფრო მეც მილიონობით ლარის შედის ბიუჯეტში ჯარიმებიდან საპარკინგო სივრცეები რეალურად არც საკმარისია, არც ორგანიზებულია, გააორმაგეს ზოგ შემთხვევაში გაახუთმაგეს ჯარიმები და პრობლემა ისევ რჩება პრობლემად. ის დაპირებები, რომლებიც ჰქონდათ, რომ აეშენებინათ ზოგი მიწისქვეშა და ზოგი კიდევ უფრო მეტად ცენტრალიზებული საპარკინგო შენობა ნაგებობები, ისინი საერთოდ არ აშენდა და გაქრა, თითქოს არც არსებულა. ახლა ცენტრალურ პარკს გვპირდებოდნენ რა ხდება იპოდრომზე, იმასაც ვხედავთ, ხო? რამ ხელად სათამბჯენების აშენებას აპირებდნენ, ლაგუნა ვერეს გვპირდებოდნენ. ეს დაპირებები მათგან ყველაფერი გვახსოვს. ახლა უცებ და ერთ დღეში გაკეთება, ახლა ეს არასერიოზულიც არის, ბუნებრივია, მაგრამ ინგლისელებს აქვთ ესეთი გამოთქმა, first things first. პირველადი საკითხები პირველ რიგში. უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, ამხელა ბიუჯეტი რო აქვს ქალაქს, უნდა იყოს მიმართული მიზნობრივად მაქსიმალური ოპტიმალურობისა და ეკონომიურობის დაცვით და ის ფული, რომელიც იფლანგება, იხარჯება და მიდის ბევრი ადამიანის ჯიბეში, უნდა გამოყენებული იყოს ხალხის საკეთილდღეოდ. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, სატრანსპორტო სისტემის მოწყობისთვის, გზებისთვისაც ოღონდ არა ისე როგორც მათ გააკეთეს, რომ ყველა წვიმის მოსვლაზე გვეშინია საერთოდ წყალი არ შემოგვივარდეს სახლში და როდესაც ესე გასწორდება საჯარო მმართველობის მოდელი, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, რაღაცა ბირთვული ფიზიკა არ სჭირდება ამ ყველაფერს. ამას სჭირდება პატიოსანი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და პატრიოტი საჯარო მოხელეები, მაგრამ თევზი თავიდან ყარს. არის ესეთი გამოთქმაც და როდესაც თავი არის მომპალი ამ სისტემის, როდესაც ყველა ქვედარგოლი უკვე ხრწნას იწყებს, ამ შემთხვევაში ვიღებთ იმ შედეგებს, რომელზეც გვაქვს თბილისში და ანალოგიურად სამწუხაროდ რეგიონებშიც. ხო, ნუ რაღაც თითქოს მოუგვარებელ პრობლემად იქცა ეს ყველაფერი, არ ვიცი ხა რეალურად რამდენად შესაძლებელია, მართლა ასეთ ნალექს გაუძლოს სისტემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავად მერის აღიარებით, როცა გაჭედილი არის სანიაღური არხები, მინიმუმ მას გაწმენდა ჭირდება და რეგულარული გაწმენდა ჭირდება და ყველაფერი არ შეიძლება თქვა რაღაც წინამორბედებს დააბრალოს. ხო, ნუ ვინც ყავთ დასაქმებული და რამდენი შტატი აქვს და რამდენი შტატგარეშე აქვს და მთელი ქართული ოცნების აქტივი და არჩევნებზე რომ იყენებენ ხოლმე ის ხალხი, აი, მაგაზეც გაგვცეს ბატონმა კალაძემ პასუხი პირველ რიგში რა და მერე ისაუბროს იმაზე რა არის შესაძლებელი და რა არ არის შესაძლებელი და ერთ დღეში როგორ შეიძლება და სხვა მისი წინამორბედებმა რას უცოდავდნენ და როგორი ფრთიანი ანგელოზია თავად. სიტუაცია მივიღეთ ისეთი, რომ როგორც კი ცოტა ისეთი ძლიერად გაწვიმდება, ხალხს გამოსვლა ეშინია ქუჩაში უკვე. ეს ხომ ფაქტია. ამას გამოსვლის ეშინია. ხო, ამას თუნდაც აი ქართული ოცნების ყველაზე მიამიტი ამომრჩევლების ხო მაინც და მაინც იმედიდან და რუსთავი 2-დან და პოსტივის ეკრანებიდან ხო არ უნდა იგებდნენ, არა თვითონაც ხო აქ ცხოვრობენ. ხო გადიან, რა ვიცი, მანამდეც ხო უცხოვრიათ, მე არ მახსოვს ასე რომ ყოველ გაწვიმებაზე ქალაქი იტბორებოდეს. რავი, რამდენიმე წლის წინაც არ მახსოვს თუნდაც. და არაფერი ისეთი განსაკუთრებული წვიმა
არ ყოფილა ძლიერი წვიმა იყო, განაამას უარყოფ. მაგრამ ისეთი არ არის, თბილისს არ ახსოვს არასოდესო. გარემოს ეროვნულ საკითხს ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების ბრალია ესო, უფრო კლიმატის ცვლილების ბრალი მეტი ნალექი მოდის ერთ მონაკვეთში. ერთ მონაკვეთში არა, იმ მონაკვეთს გააჩნია, როდესაც ბეტონს გადაასხა მიწას, იქ მიწამდე არ ჩადის ის წყალი, რომ შეიწოვოს ისევ მიწან. ამაშია პრობლემა. ბეტონზე დადის და მერე გუბდება და დგება. და ვიღებთ იმ ვენეციას, რომელიც გუშინ დატრიალდა თბილისში. ამაშია პრობლემა. ისევ სანიაღვრე, სადრენაჟე სისტემების, გზების და წვიმის კოლექტორების არასათანადო ან არასაკმარისი არსებობა და ის არ მიდის იმ მიმართულებით, სადაც უნდა მიდიოდეს მიწაში. არც მტკვარში მიდის, ვერ ასწრებს და ვიღებთ კოლაფსს. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი სიორიძე, ლელოს ლიერი საქართველოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი. დაგვალოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს მიუსაფარი ცხოველების თემაზე. იცით რომ ბევრი მიუსაფარი ცხოველი გვყავს და საბოლოო ჯამში მას მოგვარება ჭირდება, თუმცა არა იმ მეთოდებით, რომელზეც საუბრობენ, რომ ცხოველთა უფლებადამცველები საუბრობენ ცხოველთა უფლებადამცველები, რომ ხელისუფლება მიმართავს. რა მეთოდებზეა საუბარი, ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ნაწილობრივ და დღეს კიდევ სხვა ცხოველთა უფლებადამცველების მოსაზრებებს მოგასმენინებთ. საუბარს მიუსაფარი ცხოველების თემაზე ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ნაწილობრივ ამ თემაზე, თუმცა დიდი თემაა და ბევრ ადამიანს აქვს ამ თემასთან დაკავშირებით პრობლემა, მოსაზრება, როგორ უნდა მოგვარდეს და აქტუალური გახდა კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, იმიტომ რომ ბოლო დროს გაჩნდა ცნობები მის შესახებ, რომ ხელისუფლება და რუსეთის ეროვნული სააგენტო შეიძლება არც თუ ისე ჰუმანური მეთოდებით აპირებს აი ამ პრობლემის მოგვარებას. ძალიან ბევრ ადგილზე ცხოველების მოყვარულები საუბრობდნენ, რომ მათ მიერ მიკედლებული ძაღლები ისინი, ვისაც ისინი უვლიდნენ, გაქრნენ და არავინ არ იცის ეხა სად არიან, ზოგს ეჭვი აქვს, რომ შეიძლება დახოცეს კიდეც ისინი. პირველი ორი ასეთი ადამიანი ჩაგვერთვება, ადამიანები, რომლებიც ცხოველებზე ზრუნავენ და ასე თქვა ჩართული არიან ამ საქმიანობაში. სოფო აბაიშვილი იქნება პირველი სტუმარი. მივესალმებ მას. გამარჯობა სოფო. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. პირველ რიგში რომ გითხრათ თქვენ სად ზრუნავთ, სად ხდებოდა ის ამბები, სადაც თქვენ ძაღლებზე ზრუნავთ და მე რა შეემთხვათ კონკრეტულად იმ ძაღლებს, რომლებზეც თქვენ ზრუნავდით. ჯერ თავიდან ამაზე რო გითხრათ. ეს არის საჩხერების მონაკვეთი, უღელტეხილი ჩამოთხევი, ესე ქვია. სრულიად დაუსახლებელი ადგილია. სადაც დაახლოებით 60-მდე ძაღლს პატრონობით მოგეცემოდა და 5 წლის განმავლობაში. ამ ძაღლებს მუდმივად ტოვებდნენ მანამდეც აქ და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ერთობლივი ძალებით გადაგვერჩინა. 5 წლის მანძილზე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ანუ ვაორგანიზებდით ესე, რომ 4 დღეში ერთხელ ყვებავდით, გვედგა სახლები, საკვებით დისპანსერები, ისე ქონდა დაორგანიზებული, რომ ამ საკვებით მათ თავი გაქონდათ, ვასტერილებდით, პარაზიტებზე ვამუშავებდით, პირადად მე ვუტარებდით საჭირო მანიპულაციებს, პოულობდით საუკეთესო ოჯახებს, ვაჩუქებდით და ასე შემდეგ. მოკლედ 21 რიცხვში ყველა ძაღლი ლეკვები, მიტოვებული ლეკვები, ვინმე არ იფიქროს, რომ იქ მრავლდებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენი სახსრებით ჩვენ მუდმივად ქირაობდით მანქანას და ეს ძაღლები სტერილიზაციისთვის გადავყავდა თბილისში. 21 რიცხვში ყველა ძაღლი და ლეკვი იყო ადგილზე, 24 რიცხვში რაღაც ნაწილი აკლდა, თუმცა ვერანაირად ვერ დაუშვით, რომ ამ დღეში მათ ვინმე მიეკარებოდა. 29 ვიფიქრეთ, რომ გაბნეულები იყვნენ და როგორც ზოგადად ხდებოდა ხოლმე მომდევნო მისვლაზე აუცილებლად უნდა დავხვედროდნენ. 29 რიცხვში მისულს უკვე ძალიან დიდი ნაწილი ძაღლების აღარ დამხვდა, ძაღლების რომლებიც 5 წლის მანძილზე, ზოგი 4 წლის მანძილზე და 3 წლის მანძილზე ან ტერიტორია არ დაუტოვებიათ და მუდმივად ცხოვრობდნენ. ანუ ეს არის ფიქროს ვინმე, რომ მხოლოდ ერთი ლოკაცია, ეს არის დაახლოებით 1 საათიანი გზა, სადაც ეს ლოკაციებზე იყვნენ სხვადასხვა ადგილებზე, ანუ ძაღლები. თუ სიტყვაზე ერთ ადგილას ვერ ვნახავდით, აუცილებლად სანამ მოვივლიდით მათ ყველა ადგილს გამოსაკვებად, აუცილებლად ანუ კან გზაზე გვხვდებოდნენ, ან სხვა ლოკაციაზე გვხვდებოდნენ, მოკლედ ძალიან დიდი ნაწილი აღარ დავხვდა. საკვები ბევრ ადგილას იყო პირდაუკარებელი, ყურებიც კი და ეს უკვე იმდენად საგანგაშო იყო, რომ
არ ვიცი, შოკში ვიყავი. ანუ გადმოდიოდი მანქანიდან, ვეძებდი იქ რაღაც საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, გამოვკითხე ადამიანები, ანუ ამ საგზაოს თანამშრომლები, ვისაც ზოგი ძაღლი დაყვებოდა და ძალიან მიცხოვლები იყვნენ და ძალიან წუხდნენ ისინიც, რომ ამ 5 დღის და 1 კვირის მანძილზე ძაღლები ძალიან უცნაურად აღარ ჩანდნენ. მოკლედ, მას მერე 29 ივნისის მერე დღემდე მივმართეთ პოლიციას, ანუ ამ ძაღლების უკან არ ვდგავარ მხოლოდ მე, დგას უამრავი ადამიანი. მივმართეთ გომის პოლიციას, მივმართეთ საჩხერის პოლიციას, მივმართეთ დაწყებული სურსათის ეროვნული სააგენტო. თუ რამე თავშესაფარი არსებობს საქართველოში, ყველას მივმართეთ. ვრეკავდით, არ ვიცი, თუ სადმე რამე ინსტანცია არსებობს, ყველგან ვრეკავთ, ყველგან ვითხოვთ დახმარებას, ვითხოვთ, გავიგოთ ეს ძაღლები 25-ზე მეტ და 10-ზე მეტ ლეკვზეა საუბარი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გაქრა. ამ დრომდე პასუხი არ აქვს. ხო, ანუ გამოდის, რომ ფაქტობრივად მალე 1 თვე შესრულდება, ვერ დაადგინეთ სად გაქრა ამდენი ძაღლი ერთობლად. სურსათის ეროვნული სააგენტო რას ამბობს ამ თემაზე? ამბობენ, რომ არ გაუყანიათ. ანუ ჩვენ არ წაგვიყვანიაო. არა. ხო, ნუ ახლა სხვა ვინ წაიყვანდა ამდენ ძაღლს, ხო, საინტერესო შეკითხვაა. არ ვიცით, ვიმეორებ, მე რამდენად არ ვიცი, იმიტომ რომ რამდენიმე გადაცემაში მომიწია ანუ პირდაპირ ეთერში ყავქნამ და ანუ პირდაპირ ვერ ვადებ ვერავის ხელს, ვერ ვადებთ, მაგრამ ვერც ვერავის ვერ გამოვრიცხავთ. ანუ უკვე ძალიან დიდი ეჭვები გვაქვს, რომ იმიტომ რომ ამას ჩვეულებრივი ადამიანში გულისხმობ იმას გამოუცდელი და ასე შემდეგ ვერ ჩასვავდა ამდენ ძაღლს და ვერ გაიყვანდა. თან განსაკუთრებით ანუ ყველაზე ძალიან კიდე რაც მეტად მტკივა, განსაკუთრებით ისეთი ძაღლები ყავთ გაყვანილები, ვინც ძალიან იყვნენ ადამიანებს მიჩვეული და გაჩერებულ მანქანებთან თვითონ მირყოდნენ და ანუ ვინც დარჩა ის ნაწილი ისეთი დასტრესილია საერთოდ ტყეებში იმალებიან და ტრასებზე არ გამოდიან. ანუ იმიტომ რომ რაღაცა ჯოჯოხეთი დატრიალდა იქ იმ ღამეებში. ხო, ანუ ბუნებრივია გასაგებია რომ პირველი ეჭვიტანილი სწორედ სურსათის ეროვნული სააგენტოა, რომელიც ამ ყველაფერს უარყოფს, ხო? ის ამბობს რომ რაღაც ასე ვთქვათ, განსაკუთრებულს არაფერს არ აკეთებს, მაგრამ თქვენ არ ახართ როგორც ხვდები ერთადერთი, ხო, ვის ძაღლების დაკარგვაზე საუბრობს? არა, აქ მარტო ჩემზე არ არის საუბარი. ძალიან ბევრი დაზარალებულია, უამრავი ცხოველთა მოყვარული და დამცველია ჩემს მდგომარეობაში. უბრალოდ ეს ჩემი ფაქტი არის ბოლო პერიოდში ძალიან გახმაურებული, იმიტომ რომ ძალიან დიდ რაოდენობაზეა დაკარგული, თორე ეს ბოლო 1 წლის განმავლობაში კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მოყვარულებს და ცხოველთა დამცველებს გვაქვს ძალიან დიდი ჯგუფები, სადაც ეს ინფორმაციები მუდმივად იცვლება და არის უამრავი ასობით ადამიანი ეძებს თბილისშიც და რეგიონებშიც მიკეთლებულ ადამიანებთან ანუ ადაპტირებულ გარემოსთან აცრილ სტერილურ ძაღლებს. ჩემი ძაღლებიდანაც ძალიან ბევრი იყო გასტერილებული პირი. ხო, ანუ აცრილი გასტერილებული ნიშნავს იმას, რომ ეს ძაღლები ვერ გამრავლებდებოდნენ. ანუ რაღაც საფრთხეს იმას, რომ თქვათ, ბევრი ძაღლი გაჩნდებოდა, არ წარმოადგენდნენ. არა, არანაირად რატომ უნდა წაეყვანათ ისინი და დაეხოცათ? ცოტა გაუგებარია მართლა. არ ვიცი, ანუ ფაქტიურად ჯანმრთელობას ხო ვინადგურებთ. ფსიქოლოგიურად ხო განადგურებულები ვართ. ანუ ცრემლებს აღარ მინდის, ოღონდ გულწრფელად. 29 ივნისის მერე არ მიძინია, ვარ 2 მცირეწლოვანი შვილის დედა. მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მყავს და ეს ჩემი პირდაპირ ეს ემოციური საშინელი ფონი გადადის ჩემ შვილებზე. არ მიძინია გულწრფელად, იმიტომ რომ ეს ძაღლები იყვნენ ჩემი ცხოვრების ნაწილი. ანუ 5 წელი ვიმეორებ საწერკალამს რო უყურო, საწერკალამი რო გადააგდო ის დაგენანობა და წარმოიდგინეთ სულიერ არსებებზეა საუბარი ვისთანაც ამათთან მაკავშირებდა იმხელა ემოციური კავშირი, რომ ანუ 5 წლიანი ჯაჭვი იყო, აუარება ისტორიის, აუარება ერთგულების მაგალითის. ანუ არ ვიცი თუ მეტირება. ანუ ეს ძაღლები საერთოდ არანაირ საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენდნენ. ანუ წარმოიდგინეთ ტყეში იყვნენ, სადაც ადამიანის დანახვა ინატრებოდათ. ხო, ტრასებზე ქალაქში კიდევ მეტნაკლებად ასე თუ ისე აქცევეს მოსახლეობა ძაღლების ყურადღებას. ტრასებზე ზოგადად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ძაღლები, ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან. ხო, და ბოდიში თქვენი ხმა წყდება და მეც მე მგონი თქვენთან ერთად ვსაუბრობთ და
ანუ იმიტომ კიდევ ამახვილებ ამ ძაღლებზე ყურადღებას. კარგი, თავშოთ ქალაქში რაღაც მიზეზი აქვს, რომ თავშოთ ვიღაცა მოსახლეს არ მოწონს, არის რაღაც კვერთან, თუმცა კიდევ ვიმეორებ, წესით არც ის ძაღლები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, იმიტომ რომ ეს ძაღლები და ჩვენ ვისაც ეს ძაღლები გვიყარს, ესეც ცხოვრებას წლების განმავლობაში ხომ მიგვაჩვიეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ 1000-ში ერთხელ როგორც ადამიანებში გამოერევა ფსიქოლოგიური პრობლემების ადამიანი, ძაღლებში შეიძლება კი იყოს ერთი ძაღლი რაღაცა აგრესიულობით გამოირჩეოდეს და ამისთვის უნდა არსებობდეს თავშესაფარი, სადაც გადაიყვანენ იმ ძაღლს და იქნება იზოლირებულად. ოღონდ არა ისე ტყუილ ბრალდებებს, რომ მოიგონებენ ხოლმე და ფაქტები რო არ აქვთ და ძალიან ბევრი ფაქტია ესეც, რომ აღიზიანებენ იქით ძაღლებს და მერე უმიზეზოდ ანუ ვითო მიზეზით, მაგრამ სინამდვილეში უმიზეზოდ გადაყავთ, რომ მოიშორონ თავიდან. ხო და ანუ ამ შემთხვევაში არ ვიცი შინელებაა მოხდა. ანუ თქვენ ამბობთ რომ ამ შემთხვევაში ეს მიზეზი ვერ ეიქნებოდა, რადგან უკაცრიელ ადგილზე ცხოვრობდნენ და მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონდათ ამ ძაღლებს. არ ჰქონდათ არანაირი შეხება. ეს იყო ტყე, არის ტრასა, არის დაუსახლებელი ადგილი და აი ძალიან დიდი ბოდიშით, აი არ მინდა ეხლა ესეთი სიტყვები ვიხმარო, მაგრამ იქ მანქანა თუ ჩერდება ძალიან დიდი ბოდიში ვინც მისმენს თქვენთანაც და საზოგადოებასაც მოუხდი, ან ჩერდება საპირფარეშოსთვის, ესე რომ ვთქვათ, ან ბოდიშით და გული რომ ერევა, ესე რომ ვთქვათ. სხვა რამისთვის იქ ადამიანები არ ჩერდებიან. ხო, ну არ არის ესეთი ადგილი, სადაც ხალხი მოძრა, ხალხი შეიძლება რაღაც დასახლება იყოს და რაღაცის გამო გაჩერდეს და არავის არ უშავებდნენ ეს ძაღლები, მაგრამ ну ხელისუფლება ცდილობს რომ ჰიპერპოპულარიზაციას ებრძოლოს რაღაც მეთოდებიდან, თუმცა ეხა ეს ასე თქვა წაყვანა და დახოცვა ძაღლების მეთოდი არ არის ნამდვილად. ხო არ ვიცი. არა, საწინელება თან იცით რა არის ყველაზე უცნაური? ანუ კარგით დავუშვათ როგორც ახლა ბევრი მოყვარული ამბობს და გვაქვს ინფორმაციები გაცვლილი და გვესმის მუდმივად ეს, რომ ანუ სადღაც გადასვეს. მე ეს ადამიანები ეძებენ ამ გადასმულ ძაღლებს, დავუშვათ რაღაც კონკრეტული ტერიტორია უწეს. სინამდვილეში თვეები ისე გადის, რომ ვერავინ ძაღლს ვერ პოულობს. ანუ ვითომ სხვა ტერიტორიაზე ჩამოვსვითო, ხო, მაგრამ იქაც არ არიან. გასაგებია. ხო, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის, სოფო აბაიშვილი, გვერდთვებოდა საჩხერიდან, ცხოველთა მოყვარული და ის გვიყვებოდა თავის ისტორიის შესახებ, რომ ტრასაზე, ტყეში ფაქტობრივად უვლიდა 30-მდე ძაღლს 5 წლის განმავლობაში, მიტოვებულ ადგილზე აჭმევდა, კვებავდა და ეს ძაღლები ერთ დღეს ესე გაქრნენ. და ხელისუფლება უარყოფს რომ ჩვენ არ წაგვიყვანიაო და ხა ეს ძაღლები მოგზაურობაში არ წავიდოდნენ, იცით რომ ძაღლები საკუთარ ტერიტორიას იცავენ და ამ ტერიტორიას არ ტოვებენ, ყველა ძაღლი თავის ტერიტორიას იცავს და ესე მარტივად ისინი თავისით იქედან არ მიდიან. ფაქტია რომ ვიღაცამ წაიყვანა ეს ძაღლები და თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ცხოველთა მოყვარულიც და დამცველიც ადასტურებს იმას რომ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ძაღლი, ყველა თანხმდება იმაზე რომ ამ პრობლემას უნდა ეშველოს და მოგვარდეს როგორმე, მაგრამ ნუ არა რაღაც სადისტური მეთოდებით და დახოცვით. თუმცა ბოლო დროს გაჩნდა სწორედ ეს ეჭვი იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჰუმანური მეთოდების მაგივრად, რომელიც არის ასე ვთქვათ, კასტრაცია ამ ძაღლების და სტერილიზაცია, რომ არ გამრავლდნენ, ასე თუმცა ამას ბევრი წვალება უნდა, დაჭერა, ოპერაციის გაკეთება, უკან დაბრუნება, შეიძლება გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ უფრო მარტივია და სწრაფად მოგვარდება თუ ამ ძაღლებს დახოცავენ. ჩვენ კიდევ ერთი ჩართვა უნდა გქონდეს, თუ არის ხაზზე, არ ვიცი, მითხარით, მაკა ბარბაკაძე უნდა ჩაგვერთოს, ცხოველთა მოყვარული. კი ბატონო, გავამზადებთ ახლა ქალბატონ მაკას და მოკლედ იმაზე ვსაუბრობდი, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა ასეთი მეთოდებით, ცხოველთა მოყვარულების, ასე ვთქვათ, ჩართულობით ხელისუფლება რამდენიმე წლის წინ კანონიც მიიღო სპეციალური ამ საკითხთან დაკავშირებით და თითქოს კანონში გაიწერა ყველაფერი ის, რაც როგორც უნდა მომხდარიყო, მაგრამ რჩება შაბეჭდილება, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ რაღაც ამ პრობლემას ასე დიდხანს ვერ დაელოდება და ერთი ხელის მოსვლით შეიძლება მოგვარება თუ ამ ძაღლებს დახოცავენ. თბილისშიც ბევრი ძაღლი არის გამქრალი, როგორც ამბობენ. მაკა ბარბაკაძეს უბრალოდ ამ შემთხვევაში ხო როგორც ვიცი სხვა პიროვნება გვერდება მარიამ ცერცვაც. მარიამს მივესალმები, გამარჯობა მარიამ. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და იქნებ თქვენს გითხრათ თქვენი
შეხედულება, რამდენად მართალი შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დახოცოს ეს ძაღლები. ჩვენ ხარ ქალბატონი სოფო აბაიშვილი ჩავხვდეთ, რომელიც საუბრობდა თავისი ძაღლების გაუჩინარების შესახებ. თქვენ თუ იცით სხვა ასეთი შემთხვევები? მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა ამით თემით რომ დაინტერესდით, იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის. რეალურად ჩვენ დახოცვის ფაქტებად არ გვიდევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კონდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ძაღლები არიან დახოცილები, რადგან ეს ამ ძაღლების მიკვლევადობა საერთოდ არსად არ ხდება. ათასობით ცხოველი ამ წამს საქართველოში გამქრალი და ჩვენ ამ кейსებს და საქმეებს ვაყროვებთ. სოფოს кейსი იყო მეტად თვალსაჩინო, იმიტომ რომ რაღაცა ერთ საღამოში გაუჩინარდა 30-მდე ძაღლი და საერთოდ არ ვიცით სად არიან. აქამდე რამდენიმე საჩვენებლად გააკეთეს აქტივისტებთან შეთანხმებული ძაღლების გადაყვანა გასტერილება, მაგრამ იმის პარალელურად გრძელდება გაქრობა არა მარტო რეგიონებში, არამედ თბილისშიც და უამრავი ასობით მოქალაქე და მოხალისე და ცხოველთა უფლებადამცველი ეძებს თავის ცხოველს. ეს საქმეები გვაქვს შეკრული, ზუსტად ვიცით, ზუსტად რა ვიცით ის ცხოველები, რომლებიც გააქრეს და ვინც არ ვიცით, თქვათ, რომლებიც უკაცრიელი ადგილებიდან გააქრეს, ან უღელტეხილებიდან, ან გზატკეცილებიდან, რა ბედი ეწიათ, არავინ არ იცის. ეჭვი გვაქვს, რომ ამ ესენი ევთანაზიაცაც არასათანადოდ აკეთებენ თუ აკეთებენ, საკმაოდ სასტიკი მეთოდებით, იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციით და მათი თქმით, საერთოდ რეგიონებში სასწორებიც კი არ აქვს ცხოველების რო აწონოთ და შესაბამისი მედიკამენტოზური სტერილიზაცია, კასტრაცია გაუკეთდეთ ან ევთანაზია, ამიტომ თუ დახოცვა მართლაც ხდება და ამაში თითქმის დარწმუნებულები ვართ, იმიტომ რომ არსად ათასობით ცხოველი ეს ჰაერში ვერაერთდებოდა და ბუნებრივი სიკვდილით გვემკვდებოდა. გონია რომ აი ეს მასობრივი დაძინებაც კი საკმაოდ სასტიკი მეთოდებით ხდება თუ ხდება და მოკლედ რამდენიმე წელი უნდა ეცდიათ ამ ცხოველებისთვის და სწორი საერთაშორისო მეთოდებით ჩაეტარებინათ ჰიპერპოპულაციის მართვა და რამდენიმე წელიწადში სრულად აღმოიქმნებოდა ეს პრობლემა. ამით კი გადაწყვიტეს რომ დახოცვით და მასობრივი ცხოველების მასობრივი გაქრობით გადაწყვიტან ეს პრობლემა, თუმცა ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს, იმიტომ რომ სისტემური მიდგომა თუ არ იქნება, აუცილებლად კიდევ გვეყოლება უამრავი მიკედლებული ცხოველი ქუჩაში. ხო, როცა ხელისუფლება ამას უარყოფს, რა ბერკეტი დარჩენია ცხოველთა მოყვარულებს, რომ ის რომ გიხმაუროთ, ზეწოლა ბევრი ადამიანი ჩავთო და დააინტერესოთ ამ თემით, პირველ რიგში ძალიან დიდი როლი აქვს ამაში მედიას და მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით. მაქსიმალურად მოვეცადე რომ ხალხამ და მიმიტანოთ ეს ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი არის სასტიკინაამდეგი ამ ბოროტების. ქუჩაში ცხოველი და მიუსაფარი ცხოველები ჩვენც არ გვინდა ცხოველთა უფლებადამცველებს, წლები ამას ვითხოვთ, წლებია ვითხოვთ მასობრივ სტერილიზაცია, კასტრაციას, მაგრამ ვითხოვთ ჰუმანურად, ვითხოვთ საერთაშორისო მეთოდებით, ჩვენ წლები ამ თემას ვსწავლობთ, ყავს საერთაშორისო ექსპერტები, მეგობრობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სრულად მიწოდებული გვაქვს ის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს. რა ბერკეტი გვაქვს ის, რომ ვიხმაუროთ, გავზარდოთ პოლიტიკური ზეწოლა, გავზარდოთ ცნობიერება მიმართულებით და ყველას დავანახოთ, რომ არ გავჩუმდებით, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი წელია სახელმწიფოს გასაკეთებულ საქმეს ვაკეთებ, ვასტერილებთ ცხოველებს, გადავარჩინეთ, გავაჩუქეთ და ეს ნამდვილად ჩვენ ამას არ დავნებდებით. სამართლებრივ ზომებსაც მივმართავთ აუცილებლად და აუცილებლად კიდევ უფრო მეტად ვიხმაურებთ ამ თემაზე. ხო, რას ის რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკა არის, ხა ძაღლების დახოცვა, გააჩინა ამაზე ეჭვი გააძლიერა, არა მარტო ამ ფაქტებმა რომ ძაღლები გააქრა, არამედ მათი სატელიტი პარტიის ნეიტრალურ საქართველოს განცხადებამ, რომელიც მათ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს და ნუ ბუნებრივია ეს პარტია თავისით არაფერს არ აკეთებს რასაც ასე ვთქვათ ხელისუფლებიდან დაავალებენ იმას აკეთებს და ეს განცხადებაც ამიტომ არის საყურადღებო, სადაც ისინი პირდაპირ ამბობენ რომ ევთანაზია უნდა მოხდეს ამ ძაღლების, იმიტომ რომ ხალხს ასე ვთქვათ ხელს უშლიან, ტურისტებს ხელს უშლიან უკაცრავად და ამბობენ რომ ევთანაზია უფრო ჰუმანურია ვიდრე სიმშილით იხოცებოდნენ სადღაც ტრასებზე. თუმცა აგერ ქალბატონი სოფო ლაპარაკობდა რომ ეს ძაღლები კი სიმშილით კი არ იხოცებოდნენ, ისინი უვლიდნენ ამ ძაღლებს და მოვლილი ძაღლებიც კი გააქრეს ასე. ძალიან დიდ უხერხულობას მიქმნის, რომ აი ამ ადამიანებს საერთოდ კომენტარის გაკეთება მიწევს და სამწუხაროა რომ მიწევს. ესენი არიან აბსოლუტურად ბოროტი პარტია, არაკომპეტენტური, საერთოდ საკითხის გაგნებაშიც არ არიან და რაღაც სისულელეებს საუბრობენ. და არანაირად არ მოაგვარებს. თუ შეიძლება ტელეფონი ამოატრიალეთ, კადრი ამოყირავდა. უი. ასე? დიახ. კი ბატონო. თეორია ფანტაზია.
მით უმეტეს რაც მათ წარმოუდგენთ პრობლემას ვერ მოაგვარებს მსოფლიომ ჰუმანურმა მსოფლიომ მიაგნო იმ მეთოდებს რომლითაც შეიძლება ცხოველების მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის შემცირება ჰუმანური მეთოდებით და არსად აღარ ხდება მასობრივი ევთანაზია იმიტომ რომ ამის საჭიროება აღარ დგას და ამას ნამდვილად არ დავუშვებ ვიცი რომ ესენი უბრალოდ ნეიტრალური საქართველოს სახელით ტესტავენ რაღაც სხვადასხვა განწყობებს ხალხისას და არაფერი გაუვათ ნამდვილად ამის უფლებას არავის ვიცებთ რომ ჩვენ ამდენი წელია ჩვენი ფულადი ემოციური სხვადასხვა რესურსებით სრულიად მოხალისეობრივად გადავარჩინეთ ეს ცხოველები ხალხი დავაინტერესეთ და აქამდე მოგვიყვანია და აი ამათი დახოცვას ნამდვილად არ შევეგუებით ხო, ნუ კიდე ამ ფრონტზე ცალკე საბრძოლველი იქნება, როგორც ვთქვი და აუცილებლად ვიბრძოლებთ. კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ქუჩაში მიუსაფარ ცხოველები ჩვენც არ გვინდა, მაგრამ ის მეთოდები, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს და ევთანაზიასაც კი კიდევ ერთხელ ვიტყვი, სავარაუდოდ სასტიკი და მტანჯველი მეთოდებით აკეთებენ, ის აუცილებლად უნდა გავიაზროთ ყველამ. სულ რომ ევთანაზიის მომხრე იყო, ამ შესაბამისი სტანდარტიც კი არ გვაქვს მომყარაში, რომ ევთანაზიაც სწორად ჩატარდეს. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში. მადლობა თქვენ ამ თემის დაინტერესებას, მედიას ძალიან დიდი როლი გაქვთ ნამდვილად და დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მადლობა მარიამ ცერცვალზე Animal Project-ის თანადამფუძნებელი გვერდთვებოდა და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არც ერთი ცხოველთა დამცველი არ არის წინააღმდეგი, რომ ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა შემცირდეს. პირიქით, ისინი ამას ითხოვდნენ, რომ უნდა იყოს უფრო ნაკლები, უბრალოდ არ უნდა მოხდებოდეს ეს არახუმანური მეთოდები და ძაღლების დახოცვით, არსებობს სხვა მეთოდები, როგორც ვთქვით, სტერილიზაცია, კასტრაცია, რომ ვერ გამრავდნენ ძაღლები. მე გემშვიდობებით სულ 1 საათით 9:30-ზე დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე.